მილანი 2026 წლის აპრილი თუ გონიათ რომ დიზაინი არის მხოლოდ დივანზე, ძალიან ცდებით. ეს ის კვირა, როცა ქალაქი აღარ ეკუთვნის ადგილობრივებს და ერთ დიდ საგამოფენო სივრცეთ იქცევა. აქ იმიტომ ვართ, რომ გავიგოთ, რატომ არის რომ მთელი მსოფლიო მაინც და მაინც აქ ჩამოდის, აგერ უკვე 65 წელია ის სალონის იუბილედა. წელს მასშტაბი კიდევ უფრო გამოუგნებელია. ზოგადად დიზაინი აღარ არის მხოლოდ დივანზე, ის არის იდეური და ტექნოლოგიური, დღეს როგორც ვიტყოდით, კონცეპტუალური სტეიკის შესახებ. იმაზე როგორ გადავრჩეთ მომავალში ჩვენს გრძნობებზე და ახალ ფუფუნებაზე, რომელსაც არა ტყავის, არამედ გადამუშავებული პლასტიკის და ნატურალური ქვის სუნი აქვს. მასშტაბი რომ გავიგოთ სალონის 3 ტალღა უნდა დავინახოთ. პირველი ტალღა სამოციანები და ეკონომიკური სასწავლი. ყველაფერი 13 იტალიური კომპანიის ავანჯურით დაიწყო. მონტენი, კასინა, მონტინა, მარელი პირველ გამოფენებზე ფართე პუბლიკა არქიტექტურების სახელით იბარებოდნენ. კონკურენტები და ავტორები კი ნამდვილ დეტექტიურ რომებს მართავდნენ საავტორო უფლებებისთვის. პირველი ტალღის დროსვე სულ მალე ისეთი მწარმოებლები დაემატნენ, როგორიც არის კარტელი, ბოფი და სხვები. ყველაფერი ეს მაშინდელ გამოწვევას ავეჯის დიზაინის სამყაროში სკანდინავიელებთან კონკურენციას ემსახურებოდა. სწორედ ამ ბრძოლამ აქცია წარმოება ხელოვნებად, ხოლო ავეჯის საინვესტიციო ობიექტად. მეორე ტალღა 90-იანები და გლობალიზაცია. დრო, როდესაც მოდის სახლებით გარემოს არქიტექტურებად იქცნენ. მას შემდეგ, რაც კასინამ გამოფენა პავილიონების ნაცვლად საკუთარ შოურუმში ქალაქში მოაწყო, დაიბადა ფუორი სალონი. გამოფენა საზღვრებს მიღმა, რომელმაც სრულიად შეცვალა ინდუსტრიის ფორმატი და ჩვენი დღეები ინტელექტუალური გარდატეხა. მესამე ტალღა. ჩვენ დაუბრუნდით ას დღეს ვეძებთ არა ხმამაღალ ეფექტებს, არამედ აზრს, სიღრმესა და გამძლეობას. ეს არის 7 ფუფუნების ეპოქა. დღევანდელი დღის გამოწვევა სალონე სატელიტი ახალგაზრდა ტალანტების პავილიონია. ჩემი პირადი ინტერესი კი სრულიად ახალი ეკოტექნოლოგიების ეს პროექტის სექტორში. ეს არის ექსპერიმენტული ინკუბატორი, სადაც ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სინთეზი იბადება. წელს კი აქ აზიელი მონაწილეების განსაკუთრებული სიმრავლეა. დღეს დიზაინი აღარ ებრძვის ტექნოლოგიებს, ის მათ იმორჩილებს. არქიტექტორები პასუხებს მიწაში, ცოცხალ ქვაში, სუნთქვათ მასალებში ეძებენ. ეს არის გზა ისეთი სივრცეების შესაქმნელად, რომლებიც კი არ გრძელდებიან, არამედ მამაზად ბუნებასთან სრულ თანაცხოვრებაში ატარებენ წლებს. ეს პავილიონები პირდაპირ ქალაქის გულში გადავდივართ. აქ ნამდვილი ბრძოლაა. ფილიპ სტარკის ორი ახალი კოლაბორაცია, პატრიცია ურკელოს ეკოცემიტის ფორმები, კენგო კუმას ხისა და ბიოპოლიმერის არქიტექტურული ტექსტილი და რონ არადის მეტალის კინეტიკური ინსტალაციები. ეს ის გამოფენებია, რომლებიც მილანის ლანდშაფტს ნამდვილად ცვლის. რარიტას წლევანდელი აღმოჩნდა საკოლექციო უნიკალური ნივთების სექცია. აქ ნახავდით 5 ჯიშის ხისგან ნაწყობილ ავეჯს, რომელიც შეხედვისას პირდაპირ სუნთქავდა და ვატიკანის რეკონსტრუქციიდან მორჩენილი ქვებისგან შექმნილ საინტერიერო შედევრებს მაგალითად. ჩემი დიდი ოცნება აქ სულფასოვანი ქართული სტენდების ხილვა. ესეთი სტუდიები, როგორიც არის უმსი, უკვე დიდი ხანია მსოფლიო დიზაინის დღის წესრიგს ქმნის. ევროლუჩე მე-15 პავილიონი, აბაზანების და სანათების სექცია, ტექნოლოგიებით მოთვინიერებული წყლისა და ცეცხლის სტიქიები, მასალების ძირითადი სინთეზი, მეტალი, ქვა, კერამიკა, ბამბუკი. შემრევები აქ სინათლესთანაა შერწყმული და თქვენს ბიორიტმებს ერგება. სრული წერტილების სექტორში კერამიკის ტექნოლოგიური ინოვაციებია, ხოლო დეკორატიული საშრობი მცირე სკულპტურულ ფორმებს უფრო წააგავს. ყველაზე ნაკლებად იფიქრებთ, რომ მათზე პირსახოცი უნდა გაჩრას. ქმნის ერთდროულად გლუვ, თბილ, ანარეკლებით სავსე ფაქტურებს და ბუნებრივ შეგრძნებებს. ყველაზე გრძელი რიგები ყოველთვის სამზარეულობთანაა. ეს ნამდვილად იტალიური სტილი, აქ გამოფენის 3 ფუტიც კი მაღალი სამზარეულოს დონისაა. ცნობილი აზიური ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიების გარდა, როგორც LG და Samsung, აქ შეიძლება ახალი ევროპული მწარმოებლებიც ნახოთ, რომლებიც საკმაოდ საინტერესო ნოვატორულ გადაწყვეტილებებს ბევრად თავი დიზაინერული გზებით ნახულობს. მთავარი მოვლენა ჟილ სანდერს რეფერენს ლაიბრერია, სამი უნიკალური წიგნის გამოფენა. აქ შესვლა რიტუალია. თეთრი ხელთათმები აღქმასვლის და დროს ანელებს სრულ სიჩუმეში, სინათლის შუქზე წიგნის იღებ, არა როგორც კონტენტს, არამედ როგორც ხელოვნების ცოცხალ ობიექტს. 2026 წელს ეს ყველაფერი სწრაფი და წარმავალია ჟილ სანდერის შეგვახსენებს. ჭეშმარიტად ღირებული ნივთები დროს, ყურადღებას და ფაქის შეხებას მოითხოვს. ეს არის ინტელექტუალური ფუფუნება, რომლის უფლებაც საკუთარ თავს ჯერ კიდევ შეგვიძლია მივცეთ.
მილანმა 2026 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცა დიზაინი ნივთების ბმაყიდვა არ არის. ეს თქვენი შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის მანიფესტის შექმნა. რომელი ფორმა გახდება თქვენი, რომელი წიგნები დაედება საფუძვლად თქვენს პირად ინტელექტუალურ ბაზას. ჩვენ ეს დიდი ძიება მხოლოდ ახლა დავიწყეთ. შევხვდებით შემდეგ გამოშვებებში. დროებით.